მეგობრებო, მოდით ვისაუბროთ ჩვენს მასტერ ნარატივზე. მასტერ ნარატივი ეს არის საზოგადოებაში გაზიარებული, ასე ვთქვათ, ამბავი, რომელიც ყველა მის წევრს მეტნაკლებად შეეხება, ყველა მისი წევრი მეტნაკლებად ერთ-იგივე ამბავს ყვება. ნარატივი ზოგადად არის ამბავი, ხო? პიროვნების ფსიქოლოგიაში და ზოგადად ფსიქოლოგიაში ნარატივი განიხილება როგორც მთელი ჩემი ცხოვრების ინტეგრაციული ამბავი. ანუ მე როცა ვიწყებ, მოდივარ A წერტილიდან და ვამთავრებ B წერტილში. კიდევ უფრო მეტად რომ დავაწყოთ კონკრეტული ერთი შემთხვევა, ერთი კონკრეტული ნარატივი, მაგალითად, როდესაც მივდივართ ჩვენს მეგობართან და ვუყვებით რაღაც ამბავს, ხო? ანუ ამ ამბავს აქვს თავისი დასაწყისი, აქვს თავისი დაბოლოება, ანუ აქ თავისთავად შესაძლოა დავამეტოთ, რომ აი ამ დროს ეს ვიგრძენი, იმ დროს ეს ვიფიქრე, იმ დროს რაღაცა ის მოხდა, ანუ აქ გაერთიანებულია ყველაფერი, ხო? უშუალოდ ფაქტობრივი მოცემულობაც, ანუ რა მოხდა ობიექტურ რეალობაში, ჩემი ემოციური დამოკიდებულებაც აქ გამოიხატება, ანუ შესაძლოა დავამატო, რომ ანუ ეს დამემართა, ეს ვიგრძენი, შესაძლოა კი არა, აქ მეორე ადამიანი აუცილებლად არის ჩემი აუდიტორია, რომელიც მისმენს და რომელისგანაც მე მოლოდინი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ამ ყველაფერს ისტორიად აღიქვამს, ხო? ანუ ცოტა ხანი კულტურული განსხვავებები რო გვერდით გადავდოთ, ადამიანი გავს ყოველ სხვა ადამიანს, ზოგიერთ სხვა ადამიანს და არც ერთ სხვა ადამიანს, ხო? ვისაუბროთ იმაზე, როცა ადამიანი გავს ზოგიერთ სხვა ადამიანს, ანუ ჩვენს შიდა წრეში, ხო, მაგალითად ჩვენს ოჯახის წევრებს, როცა ვუყვებით რაღაც ამბავს, ან მაგალითად თუნდაც მივდივართ სამსახურის გასაუბრებაზე და ვუყვებით რაღაც ამბავს, ხო? ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მეორე მხარეს ვინც ის ამ ამბავს გაგვიგებს. ეს შეიძლება იყოს ცხოვრების ნარატივი, ცხოვრებისეული ნარატივი, რაც იდეაში ყველაზე მეტად აინტერესებს, ყველაზე ესეთია მნიშვნელოვანი შესწავლის საგანია პიროვნების ფსიქოლოგიის, ანუ მე როგორ ვყვები ჩემ ამბავს, ანუ როგორ აღვიქვამ, ანუ ინტეგრაციულად, ანუ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მე რაღაც ამბავი მქონდეს, ანუ რაღაცას მქონდეს აზრი, ხო? ანუ მე რო აქედან დავიწყე A წერტილში და მოვედი B წერტილამდე, გარკვეულ ინტერპრეტაციას ვუკეთებ ჩემს ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ იქ არის რაღაც გარკვეული ტრაუმები, გარკვეული უარყოფითი გამოცდილებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ავაწყოთ და ის გამოტოვებული შავი ნაწილები, რომელსაც ვთქვათ, შესაძლოა ჩრდილი ქონდეს მიმდგარი და იმდენად ჩრდილი ქონდეს მიმდგარი, რომ მე შესაძლოა დღეს მიყავდეს ფსიქიკურ ჯანმრთელობაში მიშლიდეს ხელს და დავუბრუნდეთ, ანუ საიდანაც დავიწყოთ, ხო, მასტერ ნარატივს დავუბრუნდეთ. რა არის? ეს არის კოლექტიურად გაზიარებული შეხედულები, ნუ მე არის კიდე გრანდ ნარატივი, როცა უკვე რაღაც ეს შესაძლოა იყოს რაღაც გარკვეული ფილოსოფიები, მაგალითად მარქსიზმი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ დღეს მინდა ვისაუბროთ უშუალოდ მასტერ ნარატივზე, რომელიც არის უშუალოდ გაზიარებული კონკრეტული საზოგადოების მიმართ, ჩვენ შემთხვევაში ქვეყნის მიმართ, ანუ რა არის ქართველების მასტერ ნარატივი, ხო, ჩვენ ვიზიარებთ ჩვენს ისტორიას, ჩვენს სამეთყველო ენას, ჩვენს ღირებულებებს, რელიგიას და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ყველაფერი უნდა მოიქცეს ისეთ ჭრილში, რომ მე რომ ქართველი ვარ, მქონდეს გარკვეული აღქმა. არ არის არსებობს რაღაც გარკვეული ატრიბუტები, რომლებიც არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა აუცილებელი. მაგალითად, ენა, ხო, ინგლისურენოვანი შესაძლოა იყოს ამერიკელიც, ბრიტანელიც, შესაძლოა იყოს, თქვათ, ავსტრალიელიც, მაგრამ ანუ მათ აქვთ გარკვეული თავისი საკუთარი იდენტობა. ჩვენს შემთხვევაში, ქართველების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის ენა სამეთყველო ქართველები ვსაუბრობთ ქართულად, ხო? ამიტომ გვაქვს ეს რაღაც გარკვეული სენტიმენტალური დამოკიდებულება ჩვენი ენის მიმართაც. და მოკლედ იმის იქ მინდა მისვლა, რომ აი ეს ჩვენი გაზიარებული ნარატივი ხშირ შემთხვევაში, ანუ შესაძლოა გახდეს ინტერპრეტირების საგანი ოღონდ მხოლოდ აწმყოში. ანუ რეალურად აი მაგალითად დღეს რომ გვაქვს ხო რაღაც გაყოფა, რომ რაღაც მოჩვენებითი გაყოფა, რომ მაგალითად რაღაცა ერთმანეთს ვეძახით რაღაც სხვა ქვეყნის, სხვა ეროვნების სახელებს, რაღაც ვამბობთ, რომ აი შენის გინდა მესმიდა, ანუ რეალურად მე მყავდა ერთი ძალიან საინტერესო ლექტორი ფსიქოლოგიაზე, რასაც ვსწავლობდი, ელინე კვანჭელაშვილი, რომელიც ამბობდა, რომ მე არ მჯერაო, რომ რომელიმე პოლიტიკოსო არ უნდაო, რომ იყოს კარგი პოლიტიკოსი, არ უნდაო, რომ ქვეყანა გააძლიეროსო, იყოს რაღაც ეკონომიკური აყვავება, იყოს, არ ვიცი, რაღაც ძალიან მაგარი დიპლომატი იყოს, ხო? ანუ რეალურად ეს ყველაფერი მაინც სადღაც მიდის იქამდე, რომ აწმყოში რაღაც გარკვეულწილად განსხვავებული ინტერპრეტირებები გაგვაჩნია. ეს შეიძლება დავუკავშიროთ, თქვათ, ღევანდელ გართულებულ მდგომარეობას
მდგომარეობას, როდესაც რაღაც საკმაოდ ისეთი ჭიდილია ხო საზოგადოებაში რაღაც თითქოს ორად არ არის გაყოფილი, მაგრამ რაღაც გარკვეული ნაწილი არის გამოყოფილი, რომელიც ამბობს, რომ არა, რაღაც აი ამ მასტერ ნარატივში რაღაცას სხვანაირად ინტერპრეტირებს, მეორე ნაწილიც რაღაც თავისებურად ინტერპრეტირებს ამ მასტერ ნარატივს, მაგრამ თუ საქმე შეეხებს, მე მაგალითად არასოდეს არ მყავს ხოლმე, როცა ამბობენ, რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს, ნაწილობრივ მისმის ამას, რატომაც ამბობენ და ნაწილობრივ მის, ოკეი, მანდო, რომ კი ყველას აქვს თავისი სიმართლე, ოღონდ იმდენად რამდენადაც აქ არის ინტერპრეტირებებზე დამოკიდებული, ერთი და იგივე ხეს ორი ადამიანი ხედავს აბსოლუტურად სხვადასხვანაირად. ჯერ ერთი დავიწყოთ ობიექტური აღქმით, რომ ყველა სხვადასხვანაირად ვიღაცა შორს მხედველი შეიძლება იყოს, ვიღაცა ახლო მხედველი შეიძლება იყოს. მე იქ არის დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, ხო მაგალითად რომელი სეზონია, იმას ეს სეზონი უყვარს თუ არა, იმის მიხედვით ემოციური დამოკიდებულება უჩნდება იმ კონკრეტული ხის მიმართ, ხო, დათოვლილია ეს ხე, აყვავებულია, ნაყოფი აქვს მოსხმული თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეიძლება რომ რომელიღაც კონკრეტულ და მისაღაც გარკვეული ტრავმები ქონდეს, რომელიღაც ადამიანს ზღაპარი გაახსენდება ამ ხესთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამდენად ხო ყველა ადამიანის საქმეები არის განსხვავებული. თვითონ ბიბლიის შესაბამისადაც მაცხოვარი ამბობს, რომ მის სხვა ფარაში წავს ცხვრები, ხომ? მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ობიექტური რეალობა არის ვისაც როგორ უნდა ისე, ხო? მაშინ გამოდის, რომ ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა, ეს სიმღერა რომელიც ხო everything you see is part of your imagination. მაშინ გამოდის, რომ ყველაფერი არასდროს ხედავთ, არის სიცრუე და ის არ ვიცი მივარსებობ თუ არა და ისიც არ ვიცი, მაშინ სხვა ადამიანები არსებობენ თუ არა და ეხლა ეს ტელეფონი შეძლო მიჩვენება, ხო? რეალურად არსებობს რაღაც გარკვეული ობიექტური რეალობა, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს სხვადასხვანაირი აღქმა. ეს ერთი. მეორე, მე სხვა რაღაცაში ვხედავ გამოსავალს, ვიღაცა B პიროვნება სხვა რაღაცაში ხედავს გამოსავალს, ვიღაცა C პიროვნება სხვა შემთხვევაში ხედავს გამოსავალს, მაგრამ რეალურად როგორც წესი, კონკრეტულად უნდა მოხდეს ამ ყველაფრის განხილვა, უშუალოდ არგუმენტირებულად უნდა მოხდეს სიტუაციის ჩაშლა და აი იმ კონკრეტულ მკივნეულ წერტილებამდე უნდა მოხდეს დასვლა, რომ რეალურად რაზე ვკამათობთ, ხო? ჩვენ იმაზე ხوار ვკამათობთ მომავალში, მე ისე მგონია და შენ ისე გონია, ხო? მომავალს ვერავინ ესე ზუსტად ვერ გამჭვრეტავთ, უბრალოდ უნდა მოხდეს აქ რაღაც გარკვეული შეთანხმებები, მაგრამ მგონია, რომ აქ მხოლოდ იმაზე არ არის დამოკიდებული, რომ აი მე ისე მგონია და შენ ისე გონია. აქ რეალურად დამოკიდებულება. ხო, ეხლა კი, რა თქმა უნდა, ხა არსებობს ხოლმე შემთხვევები, როცა ადამიანი მართლა ძალიან მიკერძოებულია და დაობს თვითონაც არ იცის რაზე დაობს და არც კი მინდა ამ სიღრმეებში ჩასვლა, მაგრამ ხანდახან ადამიანები რაღაცა მოუტყუდებით ხოლმე და რაღაცა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მივდივართ ხოლმე. მე ვფიქრობ, რომ შეუძლებელად, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ადამიანმა შეგნებულად ასეთი რამ გააკეთოს, უბრალოდ ვიღაცები მოუტყუდებით ხოლმე ხანდახან, რაღაცა ხო, მოკლედ ბლა ბლა ბლა. მოკლედ არ მინდა ამაზე საუბარი, რომ ვიღაცებმა შესაძლოა განზრახ დესტრუქცია შემოიტანონ, თუმცა ასეთი შემთხვევებიც არსებობს და იმედია თუ ასეთი შემთხვევები ვისთანაც ასეთი შემთხვევები არსებობს, ისინი მალე გამოასწორებენ ამ ქცევას. მოკლედ იქამდე მინდა მისვლა, რომ რეალურად ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ აი იქ ზუსტად აი სათავეებთან ჩავიდეთ, რომ აი სად ვერ ვთანხმდებით, რაზე ვკამათოთ, აი რა არის ისეთი, რაც არ ვიცი, უბრალოდ სხვადასხვა კუთხიდან უყურებთ, ხო? აი ბავშვებთან არის ესეთი ბავშვი სანამ განუვითარდება სამყაროს აღქმას სწორად, კოგნიტური შესაძლებლობები ბავშვის სანამ საკმარისად დაიხვეწება და განუვითარდება, ყველაფერს ხედავს ეგოცენტრულად. ჩემთვის რო არის აქეთ მარჯვენა მხარეს, მე თუ ბავშვი ვარ, ვერ აღვიქვამ, მე თუ 3 წლის ბავშვი ვარ, ვერ აღვიქვამ, რომ შენთვის მარჯვენა მხარე არის აქეთ პირიქით, ხო? აი აქამდე უნდა მივიდეთ და სწორედ აი აქ არის აი ეს გამოსავალი, რაც მაგალითად დღეს შესაძლოა გარკვეულ კონფლიქტებს და არც თუ ისე სასიამოვნო შედეგებს იწვევს. როცა მაგალითად შეგვიძლია რომ ბევრად უფრო მაგარი შედეგები დავდოთ, როგორც ერმა და ჩვენი მასტერ ნარატივის საფუძველზე რაღაც და უფრო ისეთი მნიშვნელოვანი გავაკეთოთ. მადლობა ყურადღებისთვის. გილოცავთ ყველას. გისურვებთ, რომ მრავალშობა ახალწელს დაესწროთ და ყველაფერი თქვენ ოჯახებში, თქვენ ახლობლებთან, თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად ისე დაალაგებული იყოს, როგორც ეს ღმერთის ნება. მრავალს დაესწრით.